დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან პირველი კითხვა მექნება თუ გაქვთ აი სურვილი რომ გამოიხმაუროთ იმ რიტორიკას, რომელიც ჰქონდა ოცნებას აი იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკის მოედანზე, ხო, რაღაც გულშემატკივრებიდან შეძახილებს კობახიძის მისამართით, რომელსაც დიდი, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟი მოყვა ქართულ ოცნებაში და ეს საქმე იქამდე მივიდა, რომ პაპუაშვილმა სულით ბოროტი უწოდა ამ ადამიანებს. აი რასთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით, ანა, პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნუ რაღაცა ქართული ოცნების ქმედება რაღაც შეშინებული კოვბოის ღამე საქციელს გავს ყველა მიმართულებით ისვრის. როგორ შეიძლება უბრალოდ ყველაფრის პოლიტიკურად გამოყენება და მცდელობა იმის, რომ აი ეს უზარმაზარი გამარჯვება მთელი სპორტული საზოგადოების და პირველ რიგში ჩვენი საამაყო ფეხბურთელების რაღაცნაირად ან ერთმა მხარემ არ ვიცი ხა მე კონკრეტული ფაქტების შეფასებაში არ შევდივარ, მაგრამ უკვე რომ ეს კითხვა ისმება ხო საზოგადოებაში და რაღაცა ამას მედიაც ეხმიანება, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ პოლიტიკურად ხდება გამოყენება, მე ამაზე მეტი დროის დახარჯვა არ მინდა, სამწუხარო და სამარცხვინოა ნებისმიერი მხარის მიერ აი ამ მნიშვნელოვანი მიღწევის რამენაირად პოლიტიკური კონტექსტით დატვირთვა. იქნება ეს პოზიტიური, ნეგატიური, ამას არ აქვს მნიშვნელობა. და ნუ ეხლა თუ იმეს გაუკვირდა რაღაცა შეძახილები იქ მე რასაც თვალი მოვკარი ესე ვთქვათ მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიმართულებით გავიდნენ და ხალხში გაიარონ ასეთ დღეებში კი არა ჩვეულებრივ დღეებშიც და ძალიან კაფეოდ გაიგებენ როგორ დამოკიდებულება აქვს მათივე ამორჩეველს მათივე უშუალო ამორჩეველს კობახიძის მიმართ ამაზე მე მეტ შეფასებას ბუნებრივია არ გავაკეთებ. ანუ ბექა თქვენ ამბობთ რომ თავად ოცნებაა წყარო ამ საკითხის ესეთი რაღაც სიღრმისეული წიაღსვლის ხო და რაღაც პოლიტიკური ელფერის შეძენის ამას მე ვფიქრობ რომ რაღაც არ ვიცი ნახეთ ანა არანაირი მე ფაქტი იმის რომ იქ ორგანიზებულად იყო თუ არ იყო არ გამაჩნია და ამაზე არც მინდა დეტალებში შევიდე მე რაც კიდე ერთხელ რასაც ვადევნებ თვალს ეხლა არის რომ ამას რაღაცა პოლიტიკური ელფერის მიცემას ცდილობს ოცნება პირველ რიგში იმიტომ რომ დღეს პაპუაშვილმა ისაუბრა ეხა უმაღლესმა პოლიტიკური თანამდებობის პირმა თვითონ ადრესატის შემდეგ და ეს საკითხი შემოიტანა თავის ნარატივში და ამიტომ ამბობ რომ ამას პოლიტიკური რაღაცას არჩულის მიცემა არ ვიცი კიდე ერთხელ ამბობ შეიძლება არ ქონდა არ შევდივარ მაგრამ ამას თუ ქონდა მსგავსი პოლიტიკური ეს თქვა რაღაცა ელფერი გაუშვებელი ეს არ უბრალოდ სირცხვილი სამარცხვინოა უბრალოდ როდესაც პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები იქნება სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო ოპოზიციიდან ასეთ მოვლენას რაღაც პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ თემაზე მე მეტ საუბარს არ ვაპირებ ძალიან კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე ეს არის ჩვენი ყველას გამარჯვება გამოიყენა ამის ნიშანი აი სად ნახეთ თქვენ თქო აი მართლა გულწრფელად არა მე ხო გეუბნებით არა მაქვს არანაირი ინფორმაცია გამოიყენა თუ არ გამოიყენა ამიტომ არ შევდივარ მე სიღრმეში და განკითხვაში თუ არ ვიცი შეფასებაში მაგრამ თუ იყო მსგავსი თქო დაშვების დონეზე ვამბობ სირცხვილია ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც თქო ამას ვამბობ დაშვებით თორე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ამის არც დადასტურების და არც უარყოფის ამ გადმოსახედიდან ვაკეთებ ამ შეფასებას. გასაგებია. ბექა, კარგით ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით სტუმრებთან ერთად, მაგრამ სხვა სტუმრებთან ერთად, მაგრამ ასევე მინდა კითხოთ იმ განცხადებებზე, რაღაც აი ახალი ენერგიით არის შტურმი სხვადასხვა მიმართულებით, ხო, აი ოცნებამ აღარ იცის რა ვიზე ილაპარაკოს, ვის ასე ვთქვათ, მოედოს, ხო, ამ თვალსაზრისით, ან რიტორიკა, რომელზეც თითქოს იყო გაცხადებული, რომ უარს ამბობდა ოცნების ხელისუფლება, აი პირველი პერიოდი ხო გახსოვს ეკობახიძის გაპრემიერების რაღაც უფრო ლაჟვარდოვანი და ფუმფულა იყო როგორც იტყვიან, მაგრამ აი ახლა რაღაც სხვა, ანუ როდესაც კონკრეტიკაზე მიდის საქმე, ბექა, მე დაკვირვებული ვარ, აი მაგალითად ჰერჩინსკი გამოდის და რაღაც ითხოვს, რომ აი იჩქარეთ, არ არის ბევრი დრო, აი ასე ვთქვათ, აწვება ოცნებას, ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ხოლმე რაღაც ახალ ჟრიამულს ამ თვალსაზრისით ოცნების მხრიდან. აი თქვენ რითი ახსნიდით ამ განცხადებებს, რომელიც ძალიან მარტივია ქართული ოცნების ქმედების ესე ვთქვათ მოტივები. ნახეთ რა შეასაქმე, როდესაც ივანიშვილი მესამედ გამოჩნდა საჯაროდ ესე ვთქვათ პოლიტიკაში და მიიღო ის ცვლილებები, ღიმილის მომგვრელი ცვლილებები, რაც ცვლილებებიც მიიღო მთავრობის შემადგენლობაში. მაგალითად კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით საბოლოოდ მოკლა პრემიერ-მინისტრის ზოგადად ინსტიტუტი ქვეყანაში და ის პოზიტიური მოლოდინები, რომელიც შეიძლება მას მის გამოჩენასთან სამთავრობო ცვლილებებთან მიმართებაში ჰქონდა,
ეს აბსოლუტურად არ გამართლდა. და ამაზე მოწმობს კლავინდებურად ქართული ოცნების ისტორიული მინიმუმი რეიტინგის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამიტომ ის რაღაც მოჩვენებითობები, რომლებსაც ქმნიდა ქართული ოცნება ახალი სახეების საშუალებით, ჭალებში ახალი სახეების საშუალებით, უბრალოდ ისეთი ძლიერი მხარდაჭერის აღდგენის თვალსაზრისით არ აღმოჩნდა. ეხლა რა თქმა უნდა, მათ ძალიან დიდ ტვირთად კიდიათ სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეები, კორუფციაში მხილებული მოსამართლეები და ძალიან მძიმე ტვირთად კიდიათ ეს თქვა ზოგადად კორუფციის ის თემა, რომელსაც ვერაფერი ეს თქვა საპასუხო ვერ მოუძებნეს. ამიტომ ყველა პატარა, არ ვიცი, რაღაცა მიზეზს, რომელსაც შეიძლება გქონდეს პროპაგანდის ხელში წონა გამოყენებისთვის, რომ დაამტკიცონ ამ შემდგარი მოცემულობის საპირისპირო, რომ ისინი არიან კორუმპირებული ხელისუფლება, კორუმპირებული სასამართლოს მმართველებით და გავლენის ჯგუფებით, ხომ? ამას უპირისპირებენ ახლა აი ამ კონკრეტულ რაღაცებს. არ ვიცი ეს იქნება სტრასბურგის გადაწყვეტილება თუ სხვა რაღაცა. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან მარტივი მაგალითები აქვს იმის, ეს ვთქვათ, დასადასტურებლად, იმის საჩვენებლად, როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მათ შორის სასამართლო სისტემის მიმართულებით. რატო? აი როცა მაგალითად ოცნება როგორც ხელისუფალი საქართველოს პარლამენტში მთელი მოწადინებით ეფარება საგამოძიებო კომისიის შექმნას მოსამართლეების, სანქცირებული მოსამართლეების მიმართულებით. როდესაც ასევე კონსტიტუციის დარღვევით მთელი მოწადინებით ეფარება კოლ-ცენტრების შესახებ საგამოძიებო კომისიის ინიცირებას და გაკეთებას, რომელიც ჩვენ დავაყენეთ საქართველოს პარლამენტში. როდესაც იგივეს აკეთებს მაგალითად იმ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ჩვენი გუნდის მიერ დავაყენეთ საქართველოს პარლამენტში და ეხებოდა დეკლარაციების პირთაწრის გაფართოებას ეხება ეს ინიციატივა და ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება აი ღარიბაშვილის მამის ფენომენის ეს ვთქვათ არქიტექტონიკა თუ არქიტექტურა გუშინ თუ გუშინწინ რომ დეკლარაცია წარადგინა და ძალიან ღიმილის მომგვრელი მონაცემები რომ წარუდგინა საზოგადოებას ვითომ ეხა ვინმეს დააჯერებს ამ სისულელეებით აი ამ კონკრეტული მაგალითების დონეზე ის ვთქვათ მარტივად რო ვთქვათ რეფლექსირება ის რაღაცა ინფანტილური ქმედებები პროპაგანდის საშუალებით რასაც ცდილობს ოცნების წარმომადგენლები იქნება ეს პარლამენტის თავმჯდომარე თუ არ ვიცი უმრავლესობის ლიდერი საქართველოს პარლამენტში არანაირი რეალური მათთვის პოზიტიური წონის პოლიტიკური წონის მატარებელი არ არის და ეხლა ისევ საზოგადოებაზე მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის პარტნიორების მიმართ თავდასხმაზე ისევ რადიკალიზაციის გაღრმავების ასე ვთქვათ დღის წესრიგზე ბრუნდებიან იმიტომ რომ პოზიტიური ცვლილებების რითაც მათ შეუძლიათ საზოგადოების ნდობა დაიბრუნონ რითაც მათ შეუძლიათ მართლა გააჩინონ დადებითი განწყობები ხელისუფლების მიმართ უბრალოდ ამის რესურსი ამოწურულია ყველაზე დიდი პოლიტიკური იერარქი გამოიყენეს მათი წარმოდგენით ამ ნაწილში ივანიშვილის გამოჩენას გულისხმობ და ამანაც ვერაფერი შედეგი ვერ მოუტანა. ამიტომ ერთადერთი გზა რაც მათ დარჩენილი აქვს ისევ რადიკალიზაციის გაღრმავება, ისევ მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ეთერების დათბობა, იმისთვის რომ კამპანია ჩაატაროს საარჩევნო და ისევ გამოძერწონ ხელოვნურად ნაციონალური მოძრაობა და რაიმე პოლიტიკური საფრთხობელი ეს არის ერთადერთი იერარქი მათ ხელში და ამის გამოყენებას ეცდებიან საარჩევნო ციკლის მთლიანი საარჩევნო ციკლის განმავლობაში. ჩვენ ანუ ნებისმიერ განცხადებას ხელისუფალის მხრიდან ხო განსაკუთრებით როდესაც ამის ავტორი არის პარლამენტის თავმჯდომარე ანუ რაჭრილში განვიხილავთ რომ ოცნებას რა აქვს დასახული გეგმათ ანუ 9 დათქმაზე ვსაუბრობ ეხა კონკრეტულად ხო ეს არის მთავარი ანუ როდესაც სასამართლოსთან დაკავშირებით ანუ აი მასწავლებელი მოსწავლეს ანუ პირდაპირ ეუბნება ანუ ევროკავშირის წარმომადგენელი ეუბნება ქვეყანას რომელიც უნდა რომ ის წიაღში დაიმკვიდროს თავი რომ ეს ჩასატარებელი გაქვს და შენ ამას პასუხობ რომ შესამოწმებელი ჩვენი სისტემა კი არა არასამთავრობო სექტორიდან ნინო ლომჯარია ანუ გასაგებია ხო რა რიტორიკა იქნება კრიტიკული მნიშვნელობის დათქმებთან დაკავშირებით აი ამ ჭრილში რისი თქმა შეგიძლია იგივე გვარამიასთან დაკავშირებით ახლა ნახავდი სტრასბურგის გადაწყვეტილებას რომ არ განეხილა ნიკას სარჩელი რა ტიპის გამოხმაურება მოყარა აი ბოდიში მოიხადეთ და ასე შემდეგ ხო დიდი ამბავია ამაზე ქოცებში ატეხილი აი რა სიტყოდი ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში ანა მე ეს ამ რაღაც შეფასებებით რაღაცა მასწავლებელი მოსწავლის როლით
არ მივეხმარებოდი ოცნების ამ მიმართულებით ისედაც უსაფუძვლო პროპაგანდას. აქ არის საუბარი მარტივ რამეზე. ჩვენ გვაქვს და გვაკავშირებს მინიმუმ უახლოესი ისტორიის თვალსაზრისით 30 წელზე მეტი პარტნიორული ურთიერთობა. ეს ადამიანები და ეს ქვეყნები არიან ერთადერთი გარანტია ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ამღიარებლები, რომლებიც უზარმაზარი რესურსი, ფინანსურიდან დაწყებული, ადამიანურად გაგრძელებული მთელი ამ წლების განმავლობაში გვეხმარებოდნენ. ეს არის ფაქტობრივად რომ ევროკავშირი არ მე ხო გესმით, ანუ ეს რაღაც ცოტა ისეთი რიტორიკული ნათქვამია, ანუ სადღაც აბარებ გამოცდას და შენ ეს უნდა ჩააბარო. არანაირ გამოცდას უყურეთ. გამოცდას რა რეკომენდაციას და დათქმას, ანუ პირობებს. მესმის, კი. მაგაზე მივდივარ ზუსტად. ეს პირობები რაღაცა იძულებითი ბერკეტები ან რაღაცა თავსმოხვეული ვალდებულებები კი არ არის. თამაშის წესებია უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენ საერთო ევროპულ სივრცეში სრულფასოვნად გავწევრიანდეთ და სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკებები. რატო? იმიტომ რომ სამართლიანობის სტანდარტი უნდა იყოს დღეს თანამედროვე ადამიანების უფლებებისა და თავარი ფასეულობებთან შესაბამისი. რაც გვინდა ჩვენ ამ ქვეყანაში და ჩვენ კი არა მხოლოდ ბევრ სხვა ჩვენ წინა თაობას უნდოდა საუკუნეების განმავლობაში, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატიული პროცესები და განვითარება იყოს იმ ტემპით, რა ტემპითაც მაგალითად ევროპის სახელმწიფოებში. და ევროპული კეთილდღეობა იყოს აქ ხელმისაწვდომი. ჩვენი მოქალაქეები იქ არ გარბოდნენ გადაუდებელი ვალდებულებების და გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ აქ იყო შესაძლებელი ამ კეთილდღეობის მიღწევა. ამისთვის გჭირდება 9 დათქმა, თორე ვიღაცის დათქმები და ვალდებულებები თავსმოხვეული კი არ არის ეს. ეს არის ინსტრუმენტი ჩვენ ხელში, ჩვენივე მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს რამენაირად მივესადაგოთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ამ ვალდებულებების თუ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ, რაზე ვსაუბრობთ. ეს გულისხმობს გავლენის ჯგუფების გაქრობა სასამართლო სისტემიდან, ეს გულისხმობს კორუფციაზე უარის თქმას სახელმწიფო შტოების მხრიდან და ამ ყველაფერზე რომ ოცნებამ უარი თქვას სრულფასოვნად, ისე როგორც ჯანსაღ დემოკრატიულ განვითარებულ სახელმწიფოს შეესაბამება, უნებრივია მას ბერკეტი და ინსტრუმენტი ხელში ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის არ შერჩება. რა თქმა უნდა, ის ყველანაირად ეცდება, რომ დააზიანოს მთლიანი იდეა თითოეული ამ რეკომენდაციის. თქვას, რომ ეს უკეთესობისკენ კი არა, უარესობისკენ მიგვიყვანს. ეს ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შემორჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტის დეინსტიტუციონალიზაციისკენ კი არ მიგვიყვანს და რეალურად გაჯანსაღებისკენ კი არ მიგვიყვანს სახელმწიფოში არსებული ინსტიტუტების და დამოუკიდებლობისკენ. არამედ კიდევ უფრო უარესისკენ, არ ვიცი, რაღაცა გლობალური ომის და მეორე ფრონტის, ესე ვთქვათ, მოცემულობამდე მიგვიყვანს. ეს მისი ბუნებრივი ინტერესია. მეოთხედ რო აპირებს ხელისუფლების სახელისუფლებო ციკლში წასვლას, ამ პარტიის ინტერესია, ამიტომ რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი მათ არ დაუკარგავთ, ჯერ მათ არ დაუკარგავთ იმის უფლება, რომ რაღაც რაც კარგი გაკეთა ამ წლების განმავლობაში, ამაზე შეინარჩუნონ ეს როგორც თავისი პოლიტიკური აქტივი, მაგრამ ამის მთავარი ტესტი არის მომავალი არჩევნები და თუ არჩევნებზე ეს წითელი ხაზები გადაილახა, უბრალოდ ჩვენი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეების ერთობა, ერთიანობა, აი ესეთი ერთიანობა, სხვათა შორის, რომელიც ჩვენ აი ამ უზარმაზარი გამარჯვების დროს ყველა ვნახეთ, ჩვენს ირგვლივ არ მისცემს მორალურ უფლებასაც კი არ მისცემს იმ პოზიტიურ საკითხებზე და იმ მიღწევებზე საუბრის, რაზეც დღეს ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას საუბრის რესურსი და შესაძლებლობა აქვს. ბეკა, ჩვენ ვნახეთ, რომ პაპუაშვილი საუბრობს მათ შორის ქართულ მართლმსაჯულებაზე ორკესტრირებულ თავდასხმასთან დაკავშირებით და მან ასევე თქვა, რომ ჩვენ ვენდეთო ევროკავშირსო და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, მათ შორის აი სააკაშვილთან დაკავშირებით ეს ექსპერტების თემაზე ილაპარაკა. აი, როგორ ფიქრობთ, აი რა კვებავს ქართული ოცნების აი ამ რიტორიკას კონკრეტულად? მათ ყავთ რაღაც გარკვეული სამიზნე აუდიტორია, იგივე ეს LGBT პროპაგანდის თემა, რომელთა რაღაც სიმებს არხევს ხო რაღაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის, როდესაც ამ თემებზე აკეთებენ აქცენტს. აი აქ რა გათვლა აქვს ქართულ ოცნებას, როგორ ფიქრობ, აი რა შეიძლება ვნახოთ ჩვენ ამ თვალსაზრისით? მარტივია ეს გათვლა და მოტივები, მე ამაზე ვსაუბრობ აი თქვენ ეთერშიდაც და ზოგადად. ესე იგი, ნებისმიერ ფასად. ანა, ნახეთ, ძალიან მარტივ კონსტრუქციას ვამბობ და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს ძალიან კარგად ესმის. ნებისმიერ ფასად ძალაუფლების გახანგრძლივება მთავარი მოტივი. მათ შორის ყველა იმ მიღწევის გადახაზვის ფასად, რომელიც ქართულ ოცნებას გაუკეთებია ობიექტურად ამ ქვეყანაში და რომელიც ჯერ კიდევ მისი მემკვიდრეობის ნაწილია. მათ შორის ისეთი თემების პოლიტიკურად გამოყენებით, როგორც არის ამ ქვეყნის
წმენა, ფუნდამენტური ღირებულება და ფასეულობა. როგორიც არის ოჯახი, როგორიც არის თუნდაც აი ეს საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, როგორიც არის ბავშვების საუკეთესო ინტერესები. თქვენ გონიათ მართლა ვინმე საინტერესებს ამ ხალხიდან და ეხლა გაახსენდა არჩევნების წინ ის პრობლემა, რომელიც ახალი არ არის? ეს პრობლემა ახალი არ არის. ბავშვებზე მიმართული პროპაგანდა არის კატეგორიად მიუღებელი და ეს არ არის ამ საზოგადოებისთვის რაღაც ახალი და უცხო პრობლემა. ეს უბრალოდ ეხლა ცდილობს ოცნებამ მთელი ეს პროცესი შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, საარჩევნო მიზნით. არანაირი გულწრფელი ინტერესი ბავშვების დაცვის მიმართულებით მათ არ გააჩნიათ. თორე ესე რომ იყოს, ეს პროცესი ესეთი პოლიტიზირებული კი არ იქნება. ეს პროცესი იქნება ძალიან კაფიოდ, წარმართული ექსპერტების ჩართულობით, რა არ ვიცი, საზოგადოების რაღაცა იმ ნაწილის ჩართულობით, რომელიც ამ საკითხებში ერკვევა ძალიან კარგად და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს წარუდგენდნენ საზოგადოებას, თორე იმას კი არ მოიტანდნენ, ასე ვთქვათ, არგუმენტებად, რომ აი პოლიტიკურად ვინ ერთვება ამ პროცესში, ვინ არ ერთვება, თუ არ ერთვება, ესე იგი რადიკალია, თუ ერთვება, ესე იგი რადიკალი არ არის და ასე შემდეგ. ეს პოლიტიკურად ხდება ამის გამოყენება და რა თქმა უნდა, ძალიან კაფიოდ ხედავს ამას საზოგადოება, რომ დღეს ყველაფრის ნებისმიერი რამის ფასად მთავარი მოტივი ხელისუფლების არის ძალაუფლების გახანგრძლივება. რაც რა თქმა უნდა არ უნდა დაუშვათ. მადლობა ბექა, დაგემშვიდობები. ბექა ლილო